ჩვენი სტუმარია სოფია ბზეკალავა. და მან დაიწყო აზარტი. და უცებ ეს 120 გრადუსით რომ ამოყირავდება შენი ცხოვრება. შეიძლება რომ იგი იმიტომ უნდა მომხდარიყო, რომ თქვენ ასტროლოგიაში წასულიყავით. სამყაროში ყველაფერი მადრიცა. დეჟავიუ მაქედან მოდის. კი. აუ ეს ამბავი ისე მოწონს რომ მინდა რა იგივე. ვერ დაუხატა ლამაზ მომავალს. ძირითადად ვცდილობ ვიყო კმაყოფილი დღის და ახლა. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენი სტუმარია სოფია ბზეკალავა. ქალი რომლის კვირის პროგნოზს ასტროლოგიურს მე ყოველთვის უსმენ. და ჩემ მეგობრებსაც ვუგდებ აუცილებლად. და იმას შვები ხოლმე რა ქვია. და ყოველთვის ვამოწმებ რამდენი ილაპარაკა კუროზე და ხوار დააკლო. თქვენ არ გაკლებთ, თევზებს ვაკლებთ. ხოთი შორის ჩვენ არ გვაკლებთ ხოლმე. თევზებს ვაკლებთ და მეჭყო. ხო და თევზებთან რომ მიდივარ, მე ყურში მაჭკარები. მართლა. მაგიტო აკლდებოთ ხოლმე ზოგადად ჰოროსკოპს. ხშირად ეს ხდება ხოლმე. სამწუხაროდ. ხო, ნუ ჩვენ კაი ადგილმდებარეობა გვაქვს. კი, ხო, თავიდან რომ ვიწყებ, მე იქ წამყვანები გამომელაპარაკები რაღაც იმის მიხედვით ხდება, რამდენიც დავაკლებ ბოლო ორ ნიშანს. ხო და მე მაპატიონ. ეხა უკვე გასაგებია. ვიღაცებს გონიათ რომ ანტიპათია არის კონკრეტული ჰოროსკოპის მიმართ და ეგრე არ არის. ყველა ზოდიაქოს ნიშანი მიყვარს, აი მართლა, ამიტომ ადამიანები მიყვარს ზოგადად და ამიტომ ზოდიაქოს ნიშნებით არ ვყოფ. უბრალოდ სატელევიზიო ეთერი. ეგეთი ამბავია. შიდა სამზარეულო მოგიყევით ეხლა და ამიტომ ჩემგან ძალიან დიდი ბოდიში თუ ვინმეს ისეც არ ყოფნით მაინც არასდროს ყველა მაინც ჩუბავს რომ ჩენჯებს. არა ხო, ახლა მეც არ ყოფნის ხოლმე რა, მეტი მინდა რომ მოვისმინო ყოველთვის. ჩვენი პირველი კითხვა არის, ვინ ხართ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებით? იცი რა, პირველი საინტერესო ამბავი ისაა, რომ ძალიან იშვიათად მიწევს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. მე სულ ადამიანებთან კომუნიკაციაში ვარ და აი მართლა ფაქტორად ალბათ 24/7 სულ. თუმცა ვინ ვარ, როცა მარტო რჩები? ინტროვერტი ვარ. მართლა? არის საერთოდ ხალხში ექსტროვერტი ხდება. ყველას გონია რომ ექსტროვერტი ვარ, იმიტომ რომ კომუნიკაცია მიყვარს და გამომდის. თუმცა მარტო როცა რჩები, როგორ ვისვენებ მე თვითონ და ჩემი კომფორტი ზონა რაც არის, ჩემმა მეგობრებმაც იციან, ინტროვერტი ვარ. შემიძლია რამოდენიმე დღე აბსოლუტურად ჩემთვის ვიყო, რაღაცას ვუყურო. არ მომინდა შეიძლება კომუნიკაცია არავისთან. შემიძლია, ანუ კარგად ვარ ჩემს თავთან მარტო. შვენივრად. ჩემი პროფესიაც ითვალისწინებს იმას, რომ მარტო დარჩე საკუთარ თავთან, რომ ისწავლო, იმიტომ რომ უნდა ისწავლო და მე ადამიანს უნდა გადასცე კონტაქტო, მაგრამ სწავლას ხო ეს სჭირდება განმარტოვებას, ან საკმაოდ სიღრმისეული მეცნიერება, პარამეცნიერება ამიტომ გითხრათ და ეს რომ მარტოობა მაგ მხრივაც კარგია ჩემთვის, იმიტომ რომ როცა მარტო ვარ სულ რაღაცას სწავლობ, ესე ვთქვათ, ვაანალიზებ, აღმოჩენებს ვაკეთებ. ჩვეულებრივად ახლა ჩემ შემთხვევაში აღმოჩენებია ჩვენ როგორც ნებისმიერი მეცნიერება, ასტროლოგია, პარამეცნიერებაა და შესაბამისად ძალიან ბევრ კვლევებს ითვალისწინებს და კვლევის შედეგად რაღაც გარკვეული ფორმულების დადება შეიძლება საინტერესო. და ხშირად იდება ახალ-ახალი კვლევები. კი, რა თქმა უნდა, მე თვითონ ძალიან ვადევნებ თვალს. ესეთი სფეროა, რომ პულზე უნდა გედოს ხელი. არ არის ესე რომ ისწავლე და ისწავლე. მე მგონი არც ერთი სფერო არ არის ეგრე და ვისაც გონია რომ ხა რაღაცა ისწავლა და მეტი აღარ უნდა განვითარდეს, ჩემ თვალში ყოველ შემთხვევაში არ არის მკლად პროფესიონალი. მთელი ცხოვრება ყველა სფეროში რაღაცა სწავლობდი ალბათ უნდა რაც არ უნდა ლეველს მიაღწიო. მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მესე ვთვლი რა, რომ სულ რაღაც ახალს უნდა ეძებდე და შესაბამისად ეგ არის აღმაფრენაც ხო რომ შენ სფეროში რაღაც ახალს ეძებ და ჩემი პროფესია თან ამას ითვალისწინებს კიდეც და ითხოვს კიდეც იმისთვის რომ კარგი იყო. კი, იმიტომ რომ იცვლება, სოციუმი იცვლება, ეპოქა იცვლება, ასტროლოგია ძალიან არის მიბმული ეპოქალურ ტრენდებთან და მოვლენებთან, რომ აი სხვადასხვა სოციუმებში სხვადასხვა ტიპის მიდგომები და ესე ვთქვათ აღქმები არსებობს და მთავარი სიღრმისეული ფაქტორი ასტროლოგიის აღქმა რეალურად, როგორ აღიქვამს ადამიანის სამყაროს. და სხვადასხვა ეპოქებში და სხვადასხვა სოციუმებში ადამიანებს სხვადასხვა აღქმა აქვთ იმის მიხედვით, რა ტენდენციებია ხო გამეფებული ამ საზოგადოებაში, ესე რომ ძალიან საინტერესო გამოსაკვლევია. თქვენ პროფესიით ხელოვნებად ვცოდნა ხართ ხო? პროფესიით დიპლომით ხელოვნებად ვცოდნა, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული კი.
და გაყევით რაღაცა პერიოდის რაღაც პერიოდი კი ძალიან მიყვარდა, მინდა გითხრათ რომ სწავლობდი მაშინაც მთელი აღმაფრენით სწავლობდი. მე საერთოდ არ შემიძლია რაღაცა ვაკეთო, რაც არ ნახევარფეხში. კი, აი მაქსიმალისტი ვარ, აი მართლა რასაც ქვია და მომწონდა მაშინ რასაც სწავლობდი, დიპლომი დავიცავი მთელი ენთუზიაზმით, თეატრალური სტარტაპში იყო ჩემი დიპლომის დაცვა და ძალიან მომწონდა, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე მოვიდა ასტროლოგია და მთლიანად შეჭამა ყველა ჩემი ინტერესი, მაგრამ არ ვნანობ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საბაზისო რწმენის ფაქტორიც არის, რაღაც წონასწორობის დაცვაშიც მეხმარ. ძალიან ბევრ ამაში მეხმარება და სხვებსაც ვუზიარებ მაგიტო აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ მე თუ არ მჯერა, რასაც ვაკეთებ, სხვას როგორ უნდა დავეხმარო, ხო? რაღაც ცოტა ექიმებს გავართ კიდე ჩვენ. მენტალურ ხო, აი ბევრი რამით გავს სამედიცინო სფეროს და ექიმის პროფესიას ასევე ჩემი სფერო. ჩვენ უბრალოდ სიტყვით შეგვიძლია ადამიანს უნკურნალოთ და ექიმები სხვანაირად კურნალობენ. ესე რომ რაღაც პარალელებს ვავლებ ხოლმე ყოველ შემთხვევაში მედიცინასთან და საინტერესოა ძალიან მაგ მხრივ. და როგორ მიხვედით მაგ პროფესიამ? საერთოდ როგორ გაჩნდა ინტერესი? საერთოდ არ მქონია არასდროს არც მოლოდინი, არც თვითმიზანი. მართლა რომ ვერ ვიფიქრებდი ნამდვილად არც მიფიქრია, უბრალოდ ბავშვობიდან მქონდა ძალიან დიდი ინტერესი. და ნუ მე ახლა წინა საუკუნის ვარ, საკმაოდ დიდი ასაკი მაქვს და ჩემს ბავშვობაში და სკოლის პერიოდში არ იყო სოციმედია, არ იყო ესე ვთქვათ მობილური ტელეფონებიც აქა-იქ ქონდა და შესაბამისად ინტერნეტთან ესე ჭდომა არ იყო რომ ამხელა ინფორმაცია გქონდა დღეს ახლა ამხელა ინფორმაცია აქვს ხო ადამიანებს. მაშინ ესე არ იყო და რა თქმა უნდა წირი იყო ინფორმაცია. მით უმეტეს მე ბათუმში გავიზარდე და იქ ხო საერთოდ ესე ვთქვათ წირი იყო და მახსოვს ჩემი პირველი წიგნი იყოს ესეთი სამაგიდო წიგნი იყო ყველგან დამქონდა ეძე ვარსკვლავი შენი ალბათ ახლა ვიცი ჩემი ასაკის არის მასწავლებლად ესეთი წიგნი არსებობდა ზოდიაქოს ნიშნებზე და აღწერა და ეს წლების მიხედვით და ეს რაღაცები და აი მახსოვს როგორი აღფრთოვანება მქონდა რომ ვკითხულობდა რამდენჯერ წავიკითხე არ ვიცი და ყველგანთან დამქონდა სკოლაშიც თან დამქონდა რამდენჯერ წამართვეს კიდეც და ყველას ვეკითხებოდი რომ აი შენ რა ზოდიაქოს ნიშანი ხარ მოკლედ თან მინდოდა გამომეცნო აი ვინ რა ზოდიაქოს ნიშანი შეიძლება ყოფილიყო მაგალითად და მან დაიწყო აზარტი. ოღონდ ინტერესის დონეზე მხოლოდ რა, ნუ გითხრა, ახლა მე მაშინ მაგაზე მიფიქრია რომ ასტროლოგის პროფესია დღეობით სოფლიოში ესე დიპლომირებული არც არსებობს, პირდაპირ გითხრათ. არც ქვეყანაში არ არის, ინდოეთში არის ძალიან კულტივირებული, თუმცა იქაც ესე თუ არ ვთქვი, ესე პირდაპირ პროფესიად არ არის. და შესაბამისად ხარ რა თქმა უნდა საქართველოში მით უმეტეს არც მიფიქრია და იმიტომ როცა ვარჩევდი სადაც უნდა გამეგრძელებინა სწავლა საერთოდ არ მიფიქრია ხა ასტროლოგი გავხდები თქო. მე პერიოდულად სულ ვუბრუნდებოდი, მაშინაც როცა ხელოვნებად ცოდნებას სწავლობდი, მეერეს უკვე როცა მუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში, იმიტომ რომ ბევრგან მუშაობდი, ჩემ თავს ვეძებდი და სულ ვუბრუნდებოდი რა, აი როცა რაღაც სიტუაციები იყო რაღაცაირად სულ როგორც გასაღებს ხო ყოველთვის უბრუნდებოდი ასტროლოგიას რა იმით ვეძებდი სანავიგაციო სისტემა ჩემთვის ეგ იყო და მაშინ ახლა პროფესიულ დონეზე ესე არ ვიცოდი და მე რაღაც ეს სიტუაცია იყო ჩემს ცხოვრებაში პირადი სადაც ჩავთვალე რომ უსამართლოდ მოხდა რაღაცეები როცა კითხვები აქვთ ადამიანებს ყოველთვის ეძებენ ხო პასუხებს მე ეგეთი ტიპი ვარ ყოველ შემთხვევაში რომ აი ეს უბრალოდ ესე იყო საჭირო და დრო გავა და რაღაცა გაგივლის არ მაგმაყოფილებს ეგ მე ვეძებ ყოველთვის პასუხს რაღაცა დოზით მაინც უნდა მქონდეს პასუხი რომ ვიცოდე კანონზომიერება და ნუ მე არ მიჭირს ნახე რეალურად ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტაცია შემიძლია როდესაც ადამიანი მე მგონი საერთოდ ისეა მოწყობილი რომ ნებისმიერ სირთულეს გადაიტან როცა იცი რისთვის და რამდენი ხანს აი ეს ორი რაღაც პასუხი როცა გაქვს ჩემი აზრით მე არ მიჭირს მე უკვე ნავიგაცია. როცა ვიცი მიზეზი, რატომ მოხდა, რატომ ხდება და როცა ვიცი დაახლოებით რამდენი ხანი შეიძლება ეს გაგრძელდეს მაგალითად და ნუ პირველ რიგში რატომ? კითხვა რატომ? და იყო რაღაც სიტუაციები, როდესაც თუ შევთვალე რომ უსამართლოდ მოხდა რაღაცები ჩემს ცხოვრებაში და მაქედან დაიწყო ჩემი უკვე პროფესიული ინტერესი. რომ აი მე სწავლა უკვე სიღრმისეულად, გამერკვია, კი, ყველა კითხვაზე მაშინ დასაბუთებდეს პასუხი მივიღე. და პირად ცხოვრებაზე ანუ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა ზუსტად აი ეს სიტუაცია, რასაც ვამბობ, მაგრამ იმიტომ რომ რაღაც ყველაფერი ისე მიდიოდა რომ თითქოს და იდეალურად
და უცებ ესე 180 გრადუსით რომ ამოყირავდება შენი ცხოვრება. ჩვენ პროფესიულად ხა ტერმინებით რო ავხსნა, ვინც იცის ხა ესე ასტროლოგია, მე ურანი მაქვს კვანძზე და ურანი კვანძზე ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ცხოვრება ერთხელ მაინც სადღაც რაღაც სიტუაციაში 180 გრადუსით ამოყირავდეს, უნდა შეიცვალოს, უნდა. ხო, ეს იყო თქვენ კი, ჩვენ შემთხვევაში ეს იყო, კი. და შესაბამისად აღმოჩნდი აბსოლუტურად სხვა სიტუაციაში. ესე იგი შეიძლება რომ იგი იმიტომ უნდა მომხდარიყო, რომ თქვენ ასტროლოგიაში წასულიყავით, ანუ იმ ადამიანის უნდა გამოგეცხოვათ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ალბათ ზოგჯერ ჩვენ მიზეზებს ახლოს ვეძებთ და ეს მიზეზები ძალიან სიღრმისეულია. და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ამის წვდომა არ გვაქვს, რომ გავიგოთ, აი სად არის ფესვი. მიხდი ამ მიზეზ შედეგობრივების. ეს ფესვი შეიძლება იყოს საგვარეულო სისტემაშიც. ანუ თქვენავთ რომ მე შეიძლება ვისჯებოდე ხა გარემოებებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ საგვარეულოში დასჯარასებს. სამყაროს არ აქვს დასჯის საზღაურს ვეხდი და ჩემი დიდი ბაბუის კი, ეგ არის ნამდვილად, თუმცა აი უფრო კომპლექსურად რომ მაგიხსნათ ნებისმიერ ჩვენს სვენელს ახლა ვინც გვისმენს რომ უფრო ლოგიკურად აუხსნა მიზეზ შედეგობრივობა, რაც ზუსტად ასტროლოგიას სწავლობს და არა მხოლოდ ფსიქოლოგიას, პრინციპში იგივე ეს, იმიტომ რომ მე ფსიქოლოგებთან ერთად მაქვს ვორქშოპები, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ჩემი მიმართულებაც ასტროფსიქოლოგია, მე ასტროფსიქოლოგი ვარ, ჩვენთანაც არის პროფილები ასტროლოგიაში და შესაბამისად ეს არის ეს პრინციპი, რომ ნებისმიერი ადამიანი იბადება როგორც სული. განსხეულება, ესე ვთქვათ, განსხეულება ხდება სულის და სულს არ აქვს ეგო. სულმა იცის მარტო სიყვარული, იმიტომ რომ ჩვენ ხო ღმერთის ხატი ვართ ყველანი და შესაბამისად თუ კი ჩვენ სული ვართ, აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვიცით სიყვარულის გარდა სხვა ემოცია, ხო? და ეგო ადამიანს უჩნდება, როდესაც არის სხეულში, იმიტომ რომ სხეულს ტკივა. სხეული განიცდის, ხო? იქ ფიზიკურ ტკივილს განვიცდით, ემოციურ ტკივილს განვიცდით და რეალურად ნებისმიერი ადამიანის ეგო სული არ განიცდის, სხეული განიცდის. სხეული განიცდის, კი. სხეული განიცდის, ოღონდ სული ამ სხეულში. ნახეთ, როდესაც ის ეგოში სახლდება. ასტროლოგიის პრინციპი არის ზუსტად ის, რომ ჩვენ იმიტომ ვიბადებით, რომ როდესაც სხვა ინკარნაციებში, როდესაც ვიყავით ასევე რაღაც კონკრეტულ ეპოქაში, კონკრეტულ მოცემულობაში განსხეულებული სული, რომელსაც ტკიოდა ეგო და მან იქ რაღაც საქციელები ჩაიდინა, ესე ვთქვათ, რაზეც მე როდესაც გარდაიცვალა და დატოვა ეგო და ასტრალური პლანიდან, ესე ვთქვათ, ზემოდან შეხედა და მიხვდა, რომ არასწორად იქცეოდა, იმიტომ რომ ეგოს პრინციპით მოქმედებდა, ითხოვ ხელახლა დაბადებას, რომ აი კიდევ წავალ ახლა მე კიდევ დავიბადები სხვა ეპოქაში, სხვა სხეულით, სხვა მოცემულობით, გავივლი იგივე ემოციებს და იგივენაირად არ მოვიქცევი. ანუ ხედვა უნდა შეცვალოს. ანუ რeinკარნაციის პრინციპი საერთოდ ხედვის შეცვლის პრინციპი. მეთქი არაფერი. შტაინერის შესახებ ხო იცით ალბათ? ხო, შტაინერი. კი, მანდაც შტაინერის ინკარნაციის პრინციპი. ყველა ეს დაოსური სწავლებებიც, ვედური ასტროლოგიაც, აბსოლუტურად ყველა სწავლება. კი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა სწავლება, რელიგიაც მათ შორის, ხშირად გონიათ, რომ ასტროლოგებს ჩვენ ღმერთს არ გვწამს რასულელია. პირველ რიგში გვწამს ზუსტად რომ ზუსტად ამას ვაღიარებთ რომ ნებისმიერ ჩვენგანი არის სუფთა ფურცელი ანუ სული რომელსაც არ აქვს ეგო და მე იმოსება ამ ეგოთი რა ანუ რო იბადება განსხეულდება ისევ და ისევ იმიტომ რომ წარსულ ინკარნაციაში რაც ეგო ვერ დაამუშავა ანუ ეგოს კორექტირებისთვის ვიბადებით რეალურად ოღონდ სხვა ეპოქაში ვიბადებით სხვა მოცემულობაში რომ იგივე ემოციები გავიაროთ და მივხვდეთ რომ ყველაფერი რაც ხდება ჩვენ თავს, ეს არის ჩვენი აღქმა, ეგო, იმიტომ რომ ადამიანს ძირითადად კომპლექსი აქვს, ეგოს როცა ეხები, ხო? ვიღაცას ერთი რამ ეწყნის, მეორე საერთოდ არ წყნის იგივე, იმიტომ რომ სხვადასხვა ეგო ადამიანის, ნახეთ, ჩამოყალიბებული. ეს ეგო ყალიბდება ბავშვობაში, მუცლად ყოფნის პერიოდშიც. და აი აქ ვართ მიბული საგვარეულო სისტემას. როდესაც სული იბადება, მას სჭირდება სხეული. ეგო. აქედან გამომდინარე, საგვარეულო სისტემა არის ესეთივე მატრიცა, დნმ-ს დააკვირდით, დნმ მატრიცაა. ჩვენ ხო გადმოგვეცემა ვიზუალური მსგავსება წინაპრებთან. ხო ვერ მოვიწიწკნით ამას ახლა რომ ბებია ჩემი შვილი ვარ. შენ შეგიძლია მიიღო ან შეცვალო, ხო? ეს ვიზუალური მსგავსება რაღაც თავისებურები. ეს არის დაგროვილი წინაპრების მიერ ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ცუდის და კარგის, ცუდი მუტაციებიც არსებობს, ხო? ფიზიკური. სხვაჩვენს არასოდეს არავის ვერ გაუვლია პარალელი ფიზიკურ მსგავსებასთან და იმასთან, რომ შეიძლება მისი ასევე შინაგანი ამბებიც მედებოდეს. ეს არის ეპიგენეტიკა. შინაგანი ეპიგენეტიკა, ემოციური გადაცემის პრინციპი. ამას ეფუძნება თანამედროვე ფსიქოლოგიაც, ასტროლოგიაც, ყოველშეხ ჩემი მიმართულება ეს არის ეპიგენეტიკის პრინციპი. ეპიგენეტიკის პრინციპით ადამიანის საგვარეულო სისტემით, გენებით, გადაეცემა ყველა ის მძაფრი ემოცია,
რომლის იდენტიფიკაციაც არ მოხდა, რომლის თქმაც ვერ მოხერხდა. ნახეთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ემოცია არის ენერგია. და როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაც მოულოდნელი მძაფრი ემოცია, ძირითადად აი უსაფრთხოების დარღვევასთან არის ძირითადად დაკავშირებული, იმიტომ რომ ადამიანის საბაზისო ინსტინქტია უსაფრთხოება, ხო? როდესაც ჩვენ ცხოვრობთ რაღაც მოცემულობაში, სადაც არაფერს უც არ ველით და უცებ რაღაც ხდება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი ორგანიზმი აღიქვამს, ხო? მძაფრად ხდება კუნთოვანი, ესე ვთქვათ, ჩავშლების მობილიზება, კუნთები პირველ რიგში. და შესაბამისად ეს მძაფრი ემოცია ამის გაცნობიერება და გაშვება თუ არ მოხდა და მიიღება. ადამიანის სხეულში ილექება, შეიძლება გონებას დაავიწყდეს და სხეული დაიმახსოვრებს. აი კუნთოვანი ჯავშნებია ზუსტად ის თავი საწყობი, სადაც სხეული იმახსოვრებს ყველაფერს და ჩვენი სხეული არის კიდეც მთელი ჩვენი წინაპრების ემოციის საწყობი. რასაც ისინი გადიოდნენ საუკუნეების მანძილზე და სადაც არ ხდებოდა ემოციების იდენტიფიცირება და ეხლა რომ დავფიქრდეთ რამდენი ადამიანი ყავდა წინა თავში ქალები განსაკუთრებით ქალი გადასცემს საერთოდ საგვარეულოს რო იცოდე მემკვიდრეობას მე ემოციურს რამდენი ქალი ყავდა საგვარეულოში რომლებიც ოჯახს ქმნიდნენ იმიტომ რომ საჭირო იყო ბავშვებს საჭირო იმიტომ რომ საჭირო იყო ძალიან თვითონ სისტემა იყო ეგეთი მეც ყავდა ესეთი ბებია 15 წლის სამჯერ უფროს კაცს გადაუსვეს ურმიდან ურემში ცეცოლად გაატანეს მაშინ ესე იყო ნორმა იყო ეხა იმ ბებისთვის ვინმეს რო ეთქვა მე რომ ეთქვა მაგალ მე მახსოვს მოვისწარე ბებია ჩემს დედა იყო და მე რომ ეთქვა ეხა შენ ძალადობის ხვერპლი ხარ ხო მოკდებოდა სიცილით იმიტომ რომ იმ ეპოქაში ეგ ჩვეულებრივი ამბავი იყო მაგრამ ხო ვერ უარყოფთ რომ ძალადობა იყო რა თქმა უნდა 15 წლის ბავშვი რომელიც დატოვეს აბსოლუტურად უცხო ოჯახში სამჯერ უფროს ომიდან ჩამოსულ კაცთან იმიტომ რომ ოჯახს თათრების შემოსევა იყო როგორც ვიცი ესე მე და გარბოდნენ მიხვდით და რეალურად გადაარჩინეს იმიტომ რომ ეს ბავშვი გადაარჩინეს რა თქმა უნდა იმიტომ რომ დატოვეს მიხვდი რაღაც სოფელში მთითო გადმოიარესო და ეს დაუტოვეს რა მიხვდი ანუ ჩვენ არ ვიცით რა დაგვემართებაო და დატოვეს ეს რეალურად გადაარჩინეს მაგრამ ხო ძალადობის ხვერპლი იყო ხა რეალურად რო შევხედოთ ძალადობის ხვერპლი იყო მაგრამ მაშინ ესეთი ამბები ნორმა იყო ამიტომ მან ესე იცხოვრა. სხვა ცხოვრება არ იცოდა. სტამბოლს გადასცა მე, სტამბოლს გადაეცემა მე ეს ყველაფერი. და მე მაინტერესებს თქვენ მეგობრებთან, თქვენ ასტროლოგი ხართ თუ მეგობარი? იცი რა არის, ასტროლოგი ვარ. მეგობარიც ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველში ასტროლოგი ვარ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჭირდებათ ახლა რა თქმა უნდა ჩემი დახმარება. ერთადერთი უბრალოდ სასაცილო ამბავი ის არის, რომ აი როცა ეხება საქმე ძალიან სენსიტიურ სიტუაციებს მაგალითად ჩემ მეგობარს ჰქონდა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა რომელშიც ფიგურირებდა არასწორი დიაგნოზი მაგრამ აი პირველად რომ მითხრა მიდიოდა რომ რაღაც შევიმოწმო უნდაო სანამ ემოციები წამოვიდა და მე ძალიან ემოციური გზნობიარი ადამიანი ვარ აი ცივი გონებით იმიტომ რომ ჩემს პროფესიას ცივი გონება ჭირდება გათვლებს ვაკეთებ ცივი გონებით უთხარი რომ არაფერი არ გჭირს ცხოვრების წესი კი შესაძლებელი მაგრამ ნუ მე რაღაც რომ დაიდო რაღაც ეს დასკვნები რომ აი მე შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი ამბავი იყოს მე ახლა მედიკი არ ვარ, მედიკებს ვერასდროს წინ ვერ გადავუხდები და რა თქმა უნდა უკვე ემოცია წამოვიდა და ამიტომ ახლა ყველას ვეუბნები ხოლმე ობიექტური არ ვარ, როდესაც თქვენთვის ვაკეთებ. აი როგორც ექიმებს ხო იცით უჭერთ ქირურგებს საკუთარი ოჯახის წევრს გაუკეთონ ოპერაცია, იმიტომ რომ ემოცია მოდის წინ. მე მჭირდება ცივი გონება, რომ ობიექტურად განსაზღვრო. ამიტომ ვეუბნები ხოლმე წადი სხვა ასტროლოგსაც წადით. რთულია სხვა ასტროლოგი. თუ ეხება საქმე, აი მართლა რაღაც ძალიან სენსიტიურ სიტუაციას, როცა მაგალითად ჯანმრთელობაზეა საკითხი ან რაღაც ეგეთი, ხო. ანუ აი ხა თქვენთან მე რომ მოვიდე, აი მინდა რომ ბოლომდე დავადგინო ასტროლოგია რამეს მოიცავს. ეხლა მე თქვენთან რომ მოვიდე, თქვენ გამიშალოთ პირადი რუკა კონკრეტულად ჯანმრთელობის მიმართულებით, შეიძლება დაადგინოთ რომ სადღაც 30-32 წლის ასაკში შეიძლება შემოიჭრას ჩემში, არ ვიცი, თქვათ ჩიყვის პრობლემა? კი, შესაძლოა, ოღონდ არა ყოველთვის. არა, ასტროლოგია არის შესაძლებლობები. მე უბრალოდ უნდა გითხრათ რომ შესაძლოა იყოს ესეთი. ასტროლოგი, ვერც ერთი ასტროლოგი ვერასოდეს ვერ გეტყვით 100%-ით რა მოხდება თქვენ ცხოვრებაში. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ საგზაო გაიდლაინი, იმიტომ რომ სული როდესაც იბადება ეს პირადი ჰოროსკოპი, ეს პლანეტარული განლაგებები, რომელსაც ჩვენ უყურებთ როგორც გაიდლაინს, ანუ უკეთ რუკა ქვია ამას, ნათალური რუკა. ეს არის რუკა, აი როგორც ნავიგატორს მივყვებით, ხო? ნავიგატორი გვიჩვენებს მოუხვი აქ, მივხვი იქ, შეგხვდება ეს. შენ ხო შეიძლება არ მივხვიო და არ მოუხვიო იქ არ შეგხვდეს სიტყვაზე თქვათ მაგალითად, ხო? ზუსტად ესია ასტროლოგიური პრინციპები და ანუ პირადი ჰოროსკოპი ეს არის სულის მიერ არჩეული გაიდლაინი ცხოვრების მანძილზე,
რა გამოცდილების მიღება უნდა და რა მეთოდებს ირჩევს ამისთვის ადამიანები, მოვლენები, სიტუაციები. თუმცა მან ყველაფერს აქვს თავის გამოვლენების რამოდენიმე ლეველი. ანუ დაბალი ვიბრაცია, საშუალო და მაღალი. გააჩნია როგორ იშრომებ, იმიტომ რომ ეს რუქა არის გაიდლაინი და შესაბამისად სული იბადება ევოლუციისთვის. ეს დივანს წამოწვევი გავსხივოსდები, ეგეთი რამეები არ ხდება საერთოდ. ზოგს უნდა ბევრ სამწუხაროდ არ ხდება. სამწუხაროდ არ ხდება და როდესაც გაცნობიერებული ხარ ხო და ნებისმიერ მოვლენა შენ ცხოვრებაში არ აღიქვამ როგორც რაღაც მეხის გავარდნას და ცდილობ შეხედო პოზიციით რას მასწავლის ეს მე ყველაფერი. თვითონ მოვლენების სიმძაფრის ხარისხიც იკლებს. რაღაცა მომენტში შეიძლება ვთქვათ მაშინ რომ ჩვენი ცხოვრება წინასწარ არის დადგენილი. არა. რატო? ეს გაიდლაინი არის წინასწარ სულის მიერ არჩეული, რომ მე მინდა ეს გამოცდილება მივიღო, ამის გავლით. მაგრამ შენ თავისუფალი ნება გაქვს. თავისუფალი ნება კი მაქვს, მაგრამ პირადი მატრიცაში ხარ, ყველაფერი მატრიცაა, სამყაროში ყველაფერი მატრიცაა. შენ შეგიძლია მატრიცის ძველი რგოლებიდან გამოხვიდე და ახალი შექმნა. თუმცა მატრიციდან ვერ გახ, ყველაფერი მატრიცაა სამყაროში და იმიტომ. და როცა ნახეთ მატრიცას ბრმად ემსახურებენ ადამიანები, ვინც ვერ ხდება საკუთარ თავში ღმერთის ღვთიურ საწყისს. შენ როდესაც ხდები შენ თავში ღვთიურ საწყისს და ხვდები რომ შენ მოგეც არჩევანი, იმიტომ რომ შენ ხო ღვთის ხატად შეიქმნილი ხარ, შენ მაშინ მატრიცას აღარ ემორჩილები. და არ ემორჩილები პრინციპით კი არა, მე შენ არ გემორჩილები. უბრალოდ აცნობიერებ და გვერდიდან უყურებ. აი თუნდაც საგვარეულო მატრიცას მაგალითად, აი ჭიყვი ახსენეთ, ნახე, ყველა დაავადებას აქვს თავის ფსიქოსომატური მიზეზი. არაფერი არ ხდება ესე. ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის რომ ავადობდეს. ფიზიკური სხეული ავადობს ემოციების, ბევრი ემოციის გადაყლაპვის შედეგად. გააჩნია რა ემოციებს თრგუნავთ ხო საკუთარ თავში. ხშირად ეს თვისება შთამომავლობით გადმოგვეცემა, რომ აი მაგალითად არსებობს ადამიანებში ბრაზიის ავთენტურად გამოხატვის ბლოკი. და საგვარეულოში იყო შეიძლება თქვა 3 საუკუნის წინ რაღაც სიტუაციები, გაკულაკება მაგალითად ხალხის სტრები რო იყვნენ და ნუ ადამიანებს უბრალოდ სისტემურად არ შეეძლოთ ხმის ამოღება. იქ დამახსოვრებულია, ნახე რომ არ შეიძლება ბრაზის გამოხატვა, იმიტომ რომ სისტემა დაგსჯის. იყო ხო ეგეთი პერიოდები. და შესაბამისად ეს სისტემური ბლოკი გადადის შთამომავალზე და 3 საუკუნის მერე შთამომავალი უბრალოდ დისკომფორტს არ გამოხატავს, როცა რამე არ მოსწონს. იმიტომ რომ ეპიგენეტიკით აი ჩვენ როგორც თქვით ემოციური გადაცემის პრინციპით მას ეს გადმოეცა არაცნობიერში უდევს ნახე მის წინაპარ შეეშინდა ამ ყველაფრის მან ესე იცხოვრა 1 დღე 2 დღე 3 დღე 10 დღე ამ შიშში და ეს ყველაფერი გახდა მისი ნორმა და ჩვენი რეალობა რასაც ჩვენ ყოველ დღე ვაკეთებთ ინტენსიურად ჩვენი რეალობა მე ჩვენი ნორმაა რეალურად ესე ფიზიკური გარეგნული ფაქტორიც იცვლება ხო ადამიანი როგორ ცხოვრობს რუტინიდან გამომდინარე ფიქრები მით უმეტეს და შესაბამისად აი რაც შეეხება ჭიხს მაგალითად ეს არის მანდაც გააჩნია მანდ არის ორი ვერსია არის როდესაც გამოიყოფა ჰორმონი დიდი დოზით არის როდესაც ვერ გამოიყოფა და გააჩნია რომელი აქ ადამიანს რომლისკენ არის მიდრეკილი ეს სუბთად ქალების ხაზით არის რომელიც ეს ქალების ისე ვთქვათ ბლოკია თალური საწყისის ბლოკია. და აქ არის ეს პრინციპი, რომ აი თუ მაგალითად მომატებულია ჰორმონის გამოყოფა, ეს ნიშნავს იმას, რომ საგვარეულოში იყვნენ ქალები, რომლებიც ხვებზე აქტიურები იყვნენ, დანარჩენი პასიურები და ამას განსჯიდნენ, რომ რით ვერ ისვენებ, მოისვენე, ან პირიქით ვისადანაც არ არის, ვთქვათ, სუსტია გამოყოფა ჰორმონის, ეგ პირიქით, რომ აი მან ეს ქნა, მან ესე ისწავლო და შე რას აკეთებ. ნახეთ, შედარება. და იქ მერე საკუთარი ინდივიდუალიზმის დათრგუნა. ოცხებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქ ეს პრობლემა ხა ბევრს აქვს სამწუხაროდ, ხო? კი შეიძლება სამედიცინო კუთხითაც ახსნათ რაღაც კონკრეტული მიზეზები, აქ რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ფსიქოსომატიკაზე მუშაობთ, მაგალითად, როდესაც ახლა მეცნიერებს მეკითხებენ, ამიტომ შენ რო ვთქვი, რომ მე მაგალითად მითხრა, რომ შეიძლება რომ 5 წელიწადში ყვი კონდეს, მე მაგას არ გეტყვი. მე ჩემი პრინციპი როგორც ასტროლოგის ეს არის მე უნდა აგიხსნა ეს იმას კი არ გეტყვი რომ ჭიყვი დაგებართ ის უნდა გითხრა რომ შენ საგვარეულოში ქალები ეგოს თრგუნავდნენ და შენ არ უნდა დათრგუნო ეგო თორე შეიძლება გამიჩნდეს აი ზუსტად მე უნდა აგიხსნა მიზეზშედეგობრიობა ნახე ყველაფერი ხო მიზეზშედეგობრიობა მე გიხსნი რომ მიზეზი ამის შეიძლება იყოს ეს იმიტომ რომ შენ საგვარეულოში ეს იყო ნორმა 1-მა 2-მა 3-მა 4-მა ქალმა იცხოვრა ესე მან ეს ჩათვალა რომ სხვა ვარიანტი არ ქონდა, შეიძლება მართლა არ ქონდათ. ყველაფერი ჩადის სისტემურ ტრამვამდე. ანუ ტრამვა ყოველთვის სისტემურია, როცა საგვარეულოში რაღაცა ცხოვრების წესი ყალიბდება, სისტემა წარმოშობს. მიხდი, რომელსაც ვერ შეცული. მაგალითად, ბუნებრივი კატაკლიზმები, ეპიდემიები, ეს პოლიტიკური მოვლენები, ხო, სადაც
ბევრი ადამიანი ერთ ქვაბში მოიხარშა, მათი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა და შესაბამისად მათ ეს ვერ შეცვალეს. იქ ხო იყო მძაფრი ემოცია, შიშის, სირცხვილის და ეს რაღაც და ადამიანებმა რაღაც ესეთ სიტუაციაში ორი გზა გვაქვს ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ რაღაც არ მოგწონს, ხო? ვისტრესებით. ერთი არის რომ შეცვალო სიტუაცია, მეორე არის უბრალოდ მიუშვა თუ ვერ ცვლი. მაგრამ მესამეს აკეთებს ადამიანების უმეტესობა. მით უმეტეს ხარ როცა სისტემურია, ძალიან რთულია მესმის ხა ადამიანებს, რომლებსაც რა ვიცი, გაუკულაკეს, მიხვდით ხო, მდიდრები იყვნენ და მოვლდნენ ჰაერში აღმოჩნდნენ და განულდნენ, ძალიან ძნელია ხა ეგეთ ადამიანს აუხსნა, იცი რა, ვერ შეცვლი, ხა სისტემა არის, სისტემური იყო ეგ ყველაფერი, ხო, სისტემურად ხდებოდა. ძალიან ძნელია ხა გააგებინო და აუხსნა, რომ იცი რა, ვერ შეცვლი და უბრალოდ შეეგუე რა, რაც არის, როგორც არის. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ბლოკი არიდება, მიხვდი? და მომდევნო შთამომავალი უკვე ხო შეიცვლება მე ყველა სისტემა ხო იცვლება აი როგორც ადიდებული მდინარე ერთ დღესაც დადგება ხო და მშვიდდება და შენ რომ ამ მდინარეში ჩავარდე და ფართხალი დაიწყო დაიხჭობი ეგრეა სისტემური ტრავმებიც რა უბრალოდ მიყვე უნდა რა მიხვდი იმიტომ რომ მდინარემ არ იცის ვინ ხარ საერთოდ ის უბრალოდ ადიდდა და შესაბამისად ნებისმიერ სისტემურ სიტუაციაში როდესაც ხვდებით ჩვენ თქვათ ხო სისტემური ბევრი რამეა ხო გავანებთ უამრავი რამე იყოს შეიძლება სადაც ადამიანურად ვერ შეცვლი ვერაფერს პრინციპი არის ეგეთი რომ რაც მალე მოხსნი კონტროლს მით უფრო მალე დაალაგდება გარშემო ყველაფერი თუნდაც შიშები მაგალითად აი ადამიანს რო აქვს ხო იცით მატერიალურზე შიშები ვაიმე ხვალ სამსახური არ მექნება ვაიმე ავად ვაიმე ანუ რეალურად ჩვენი ენერგია განაპირობებს იმას, რასაც ჩვენ ვიზიდავთ. შენ თუ გამოყვებე შიში, მაშინ შენ ამ შიშის მატრიცას ყვება უკვე. უბრალოდ უნდა მიუშვა რა სიტუაცია და მანდაც ეგ არის თემა, რომ შენ დაიბადე ღმერთის ხატად. ვერაფერსაც ვერ აკონტროლებ, იმიტომ რომ ვერ აკონტროლებ, უნდა გაუშვა კონტროლი თუ ძალიან რთულია, მე თუ იმდენი წელი დამჭირდა ამის ეხაც მაქვს რაღაცეები, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მე პრობლემა არ მაქვს. ყველა ასტროლოგს აქვს პრობლემა რაღაც დროს. ჩვენ უბრალოდ მიზეზები ვიცით. თორე პრობლემებისგან დაზღვეულია, ბევრს გონია ჩვენ დაზღვეული ვართ. ნუ ზოგადად ბევრს გონია რომ ეზოთერიკოსები და განსაკუთრებით ასტროლოგები დაზღვეული არიან რაღაცები. არაფრისგან არ ვართ დაზღვეული. ეგ იმას არნიშნავს ჩვენ ინდულგენციას არავინ არ გვაძლევს. ექიმიც ხო ხდება ავად. მე რა ექიმია. მოკრეა ზუსტად ჩვენთანაც. უბრალოდ ცოტა სხვანაირად ხედავენ. ხო ისე ეგ მაინტერესებდა მართლა რომ ბავშვობაში რა ნუ აი სანამ ჩავმიყალიბდა ბოლომდე რაღაც აზროვნება ჩემეული მეგონა რომ ფსიქოლოგებს არ აქვთ ალბათ პრობლემა ექსტრასენსებს არ აქვთ პრობლემა ასტროლოგებს არ აქვთ პრობლემა და ბანკის მფლობელებს არ აქვთ პრობლემა ყველას აქვს არ არსებობს ადამიანი რო არ კონდეს თავისი წილი დარდი ვის რა არის ოღონდ ეგ და ვისი გადმოსახედიდან თორემ ყველას აქვს ისე რატო ხდება რომ ადამიანებს ისე ძალიან გვაინტერესებს მომავალში რა იქნება აი ვიცი რაღაცა მე მგონი მანდაც კონტროლის ამბავია და ამიტომ მივხვდი რომ აი რაღაცნაირად რომ გონია რომ იცი მომავალში რა იქნება გონია რომ შენ რაღაცას აკონტროლებ და მით უმეტეს ჩემმა პროფესიამ ის მასწავლო რომ კი მე შემიძლია განსაზღვრო რაღაც დოზით შემიძლია ნამდვილად განსაზღვრო ალბათობა რა იქნება მომავალში, მაგრამ ეს არ მაძლევს მე რამე ინტელიგენციას ისევ და ისევ. შესაბამისად, ერთადერთი რესურსი არის იცხოვრო დღეს და ახლა. ნაცვლად იმისა, რომ იხედებოდე მომავალში და იზღვევდე თავს. არ არსებობს თავის გადაზღვევა და იმიტომ. და პრინციპი შეგიძლიათ დაადგინოთ წინა ინკარნაციაში მე ხალი ვიყავი თქვაცია. საერთოდ ითვლება, იმიტომ რომ ასტროლოგია ხო ემპირიული მეცნიერებაა, ეს ეფუძნება სტატისტიკას და ეფუძნება პრაქტიკას, პრაქტიკულ დაკვირვებას. მე თვითონ ახლა პრაქტიკოსი ვარ და რაც პრაქტიკაზე მუშაობს, ის ესე ვთქვათ, იმას მერგავ მე უკვე ვთქვათ თეორიაში. ითვლება რომ ერთი და იგივე სქესით იშვიათად მოდიხარ. ძირითადად სქესი ყოველთვის იცვლება. ითვლება ერთ-ერთი ჰიპოთეზით, ასტროლოგიური ჰიპოთეზით და თუ ერთი და იგივე სქესით მოდიხარ, რაღაცა ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი ვალი აიკიდე. იმიტომ რომ სული ხო სხვადასხვა ინკარნაციას სხვადასხვა სანამ ამ სქესმა თავის ვალი არ შეასრულა, ხო, ანუ ერთი და იგივე სქესით ითვლება რომ მაგიტომ მოდიხარ. თუმცა ძირითადად შემთხვევაში უფრო მეტად ასტროლოგიურად ითვლება, გამოთვლა შეიძლება სიმბოლურად. ნახე, სხვადასხვა ინკარნაციებში რა ტიპის ენერგიებით ცხოვრობდი, რა მენტალობა ქონდა,
აი ეს მეხსიერება უფრო ჩანს პირად ჰოროსკოპში, ვიდრე მაგალითად კონკრეტულად რა ქალი იყავი, მამაკაცი იყავი, რა ვიცი, რანაირი ფერის თმები ქონდა და გამხდარი იყავი თუ რა ვიცი, ეწონიანი, აი ნაკლებად. ხვდი, აი ესე ბუკვალურად მაგის გამოთვლა და მაგის გარკვევა სხვანაირად შეიძლება. ფსიქოლოგიაში არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელსაც შეუძლია ადამიანს მიმართოს. მაგალითად, როგორც არის RPT, ვთქვი, ძალიან საინტერესო მეთოდოლოგია თანამედროვე ფსიქოლოგიაში, იმიტომ რომ ჩვენ სხეულს სულის მეხსიერება მოყვება. და ამის გახსენება შეიძლება. დეჟავიუ მაქედან მოდის? კი. დეჟავიუ ზუსტად ის არის, რომ ჩვენ ბევრჯერ გვიცხოვრია სხვადასხვა განზომილებებში, სული მარტო დედამიწაზე არ მოდის თან. არის კარგი. მქონია დეჟავიუ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ცოტა ადამიანი ვისაც არ მომხდარა, ჩემ ცხოვრებაში. ცოტა არის ადამიანი, ვისაც არ ქონია დეჟავიუ. იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ეს არის ზუსტად ის, რომ სული იხსენებს, პირდაპირ იმას კი არ იხსენებს, რასაც შენ ესე ვთქვათ, ესე აღიქონ. გარკვეული აღქმა ჩნდება, მივხვდი, რომ რაღაცა მსგავსი ემოცია გადაგიტანა. ემოციური მდგომა ხო? მსგავსი გადაგიტანა, თორე იგივე თემაში ვერასდროს ვერ იქნებოდი. უბრალოდ შენი სული იხსენებს, რომ მე შენ რაღაცა მსგავსი გადაგიტანია სადღაც. და ნუ ატრიგერებს, ტრიგერი ქვია მე მაგას, მივხვდი, ანუ მსგავსებას იჭერს, მივხვდი? და ნუ მატრიცა არის, იგიც მატრიცა არის, რომ რაღაცა მსგავსი ემოცია წამოვიდა. მაგრამ უკვალოდ იგივე არ არის, რა თქმა უნდა. თქვენი ჰობი რა არის? ჩემი ჰობი არის ფილმები. ძალიან მიყვარს, აი როცა მაქვს დრო, ძირითადად ჩემი განტურთვა არის და შევკრიბო მეგობრები, დავაორგანიზო და ან ვთხოვ ხოლმე დამელოდენ ხოლმე, როცა ამცალია, ხშირად ამცალია, წავიდეთ უყუროთ რამე კარგ ფილმს, დიდ ეკრანზე. ძალიან მიყვარს. კინოსიარული გიყვართ, ხო? მეც ვგიშდები. ყველაზე მეტად ეს რიტუალი პოპკორნი. აი რიტუალია ჩემთვის ზუსტად მეგობრები და რაღაცა კარგი ფილმის ყურება მათთან ერთად. ნუ ერთ-ერთი ჩემი ჰობია, შეიძლება ესე ითქვა. კიდე ერთი ჩემი ჰობი არის მოგზაურობა და მიზნად მაგა დასახულია ჩემო ბევრი მოგზაურო განსაკუთრებით უძველეს ცივილიზაციის ქვეყნები მინდა ვნახო. მათ შორის ჩემი კარმული სამშობლოებიც ზოგიერთი ყარ დავყოფი. ზოგიერთი ой, კარმული სამშობლოებიც ხო? არსებობს, აბა სულ საქართველოში კი არ იკარნებდა. რა მაგარია. კიდევ ძალიან მიყვარს აი ფესტივალები და ღიაცის ქვეშ კონცერტები. ძალიან აი ჩემს ისეთი ძალიან სასიამოვნოა ასევე ესეთი რაღაცები. ძირითადად ეს არის აი რითიც ახლა ვთქვათ ეს ჰობი, რასაც ქვია ხო? იმიტომ რომ ჩემი პროფესია არის ჩემი საქმეც და ჩემი ჰობიც რეალურად რო ვთქვა. მაგრამ დანარჩენი ეს ჩემი ცხოველები მყავს და აი გუნა მეკითხა ცხოველები, ძაღლებიც, კატებიც ყავს? ძაღლის ყავს და კატაც ყავს, კი. ორი მყავს და კიდე მინდა ერთი კატა რომ ყავდეს. ხო, კატებმა იციან. ძალიან შეყვარება იციან. ნუ კატა საერთოდ ძალიან ესოტერული ცხოველია და განსაკუთრებული ენერგია. ეგეც რაღაცნაირ ძალიან მე მგონი ეგეც ინკარნირდება, ხო? კი, აბა, ფამილიარები არსებობენ, მარტო კატა არ არის. ფამილიარი ქვია ასტროლოგიაში და ეზოთერიკაში ესეთ ცხოველს, რომელიც ბევრი ინკარნაციაში თან გახდა შენ. და რაღაც ესე ვთქვათ, გიცავდა მაგალითად, ან ხომ იყო აი კელტებს ქალებს მაგალითად კატა ეჯდათ ხარზე, ზოგს ბუყავდა, ანუ რაღაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა კონკრეტულ ცხოველს, მოკეთ ვიღაცისთვის სხვადასხვა ინკარნაციებში და ამ ინკარნაციაში მოგზებნის. და შენც მოძებნა. აი ხო არის ადამიანები ამბობენ, რომ აი საერთოდ არ მიდოდა ცხოველი და აი მომაკითხა. მე ვიცი ეგეთი ისტორიები, რომ აი ისეთ სიტუაცია ყოფილა, რომ წამოვყვანი ადამიანს, აი საერთოდ არ უფიქრია, რომ ცხოველი ეყოლებოდა, არც უყვარდა ეგონა და აი მართლა რაღაცაირად სასწაულებრივად მოხვდა ცხოველი მასთან. აი მაგათ ქვიათ ფამილიარები. რეალურად და პაულობს. ვაი, გიპოვა იცოდა, აღონთ ის ხვდება რა შენ ის ხარ და გიცავს მე. აუ ეს ამბავი ისე მოწონს რომ მინდა რომ ეგრე იყოს. ეგრე. ჩემ ბუნკერის კატამ ბუნამ ეგრე მიპოვა. ისე ცხოველები რატო არიან, რატო ხდება ისე რომ ენერგეტიკულად მართლა ჯერ გვამშვიდებენ ძალიან. კი. მე თითქოს რა ჩემ შემთხვევაში ეგრე არის ნეგატიურ ემოციას აბსოლუტურად თითქოს ისრუტავენ. მის დანიშნულებაც ეგ არის და ამიტომ. ძაღლებში უფრო მეც სითბოს და სიყვარულს ხედავთ თუ კატებში? ისნაირად. ადრე მაგალითად სანამ არ მყავდა კატა და არ მეყოლებოდა, ბევრს აქ ეგეთ შეხედულება, ვისაც არ ყოლია კატა, ხშირად აქ თხოვმე რომ გონიათ რომ კატამ სიყვარული არ იცის, რაღაცა იცის, ოღონდ ძალიან თავისებურად. ძაღლი არის უფრო. ხო რა თქმა უნდა, მაგრამ კატამ საოცარი სიყვარული იცის, მაგრამ სანამ მარტო თქვა ძაღლები ვიცოდი და ეს ძაღლები უფრო მიყვარდა, სანამ კატა მეყოლებოდა. მეგონა რომ კატა ძალიან ესეთი ცხოველია, რომ თითქოს არავინაც არ უყვარს.
ხო და ხა ჩემ კატას კი ფეოდალს ვეძახი ხოლმე მართლა თავის დავიყვარს ყველაზე მეტად და ჩვენ გონი ვართ დანარჩენები მაგის პეტერი ოჯახში მაგრამ ხო არის ხასიათი აქვს და პატივისცემას იმსახურებს ჩემში მაგალითად ძალიან დიდ პატივისცემას იმიტომ რომ მას შეუძლია უყვარდე უპირობოდ და ასევე შენ გარეშე შეუძლია ну ძალიან მაგარია. ზოგადად თვითკმარია. ხო, შენ გარეშე თვითკმარია და ძაღლს უჭირს და კატა თვითკმარია. და ეგ საკვანძო ყველა ადამიანს ეგ ჭირდება ცხოვრებაში ისწავლოს, რომ იყოს თვითკმარი. ან დამოკიდებული ბოლომდე არაფერზე არ ჩვენ ყველანი ვიბადებით დამოკიდებული. იმიტომ რომ დედაზე ვართ მიბოლი 9 თვის მანძილზე ჭიპლარით და ერთი სხეული გვაქვს და შესაბამისად ის ემოციური ველი, რასაც დედა განიცდის, ჩვენს გარშემო და მთელი ჩვენი ცხოვრება არის ზუსტად ეს სეპარაცია. ეგოსთან სეპარაცია ზუსტად ეგ არის. და კატას აქვს ის თვითკმარობა, რაც ადამიანმა ზოგადად უნდა ისწავლოს, რომ უყვარდეს ყველა, მაგრამ არავის გარეშე არ მოკვდეს, ესე ვთქვათ. არ რამდენი ადამიანია ეხა ვისაც ეგ უჭირს და ურთიერთობებში დამოკიდებულია და რა ვიცი, ინგრევა ფსიქოლოგიურად. მე თვითონ ვიყავი ერთ-ერთი. მაგალითი მასეთი. და ეს თვითკმარობა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა არავის არ ებღაუჭები და თან სიამოვნება შეგიძლია ურთიერთობებით. ალას ბევრს უჭირს ეგ. თქვენ ცხოვრებაში ერთადერთი ცვლილება, რომელიც მოხდა ესეთი ძალიან ძლიერი, ეს ის პერიოდია, როდესაც 180% შემოტრიალდა. ეგ ყველაზე მთავარი ვიტყოდი პრინციპში. აი ისეთი საკვანძო. რომ ვთქვა, რომ აი მართლა იქამდე და იმის მერე. თუმცა ცვლილებების უხდება, რა თქმა უნდა, ეხლა რაღაც. და ესე მტკივნეულ ცვლილებებს როგორ მკლავდებით? იცი რა არის, დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ არც ერთი არ არის ძალიან მტკივნეული. რატო? ეხლა ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ უბრალოდ, არ ვიქნი მოლოდინებს. აი ყველაზე მაგარი წამალი, ესე ვთქვათ, რომ არ გეტკინოს რაღაცეები, ცვლილებები, არ უნდა შეიქმნათ მოლოდინები. ურთიერთობებში, სიტუაციებში. აი თავში უნდა გააკეთო დაშვება. შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება არ გამოვიდეს და მე შენ თავი ხო გრჩება. თავს ხო არ კარგავ. რესურსი ხარ შენ თვითონ. აი რაც მაგას ვაკეთებ, ნაკლებად მტკივა რაღაცეები. ხა ემოცია რა თქმა უნდა მაქვს რაღაცეებზე, მაგრამ არ მიკვირს. არაფერი. და თავის დაკარგვამდე ანუ საკუთარ თავს არასდროს არ უშვებთ. იცი რა არის რატო უნდა დავკარგო? არ ვიცი, აი სახვალავი რო აგერიოს და თავის აი რა კუთხით? აი ეგეთი. რა კუთხით? აი თუნდაც ემოციებში რო ჩაიშვა ეგრე ბოლომდე. ვიცი ეგ რა მდგომარეობა. გამოცდილი მაქვს. არ მოგწონთ? თავის დროზე არ მომცა კარგი შედეგი, მაგრამ რა არიცი, ვერ ვიტყოდი რომ ეგ ცუდია, ზოგადად ადამიანს უნდა შეეძლოს ემოციების, ესე ვთქვათ, მიუშვა. ოღონდ პრინციპი, არა, კონტროლი არა, ნახე, ავთენტური ემოციების მიღება, მაგალითად, ეს ვთქვათ, რომ არა კონტროლო და თუნდაც ის გულწრფელი ემოციები გქონდეს და მიიღო და გასცე, ეგ უნდა შეგეძლოს, მაგრამ აი ნახე მიზეს ნახე გააჩნია, თავის დაკარგვა რისთვის გჭირდება. ნახე, თუ შენ ეს გჭირდება იმისთვის, რომ იყოს სრულფასოვანი და ავთენტური, მოკლედ ხო? გქონდა ვიღაც გიყვარს მაგალითად, აი მან ძალიან უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთსგან რას გულისხმობ. ნახე თავის დაკარგვაში. თუ შენ გიყვარს ვიღაც მაგალითად რაღაცა მიზეზით ამას არ ეუბნები, იმიტომ რომ გეშინია, რომ აიმე ახლა მოკლედ რას იფიქრებს თუ რავი სადღარ წავა სიტყვაზე ხო და რაღაცა ცდილობ რომ დოზირებულად ეკონტაქტო. მაშინ კი საჭიროა, რომ იყო გულწრფელი. აბსოლუტურად გულწრფელი. და ეგ არ მიჭირს მე ნამდვილად. მაგრამ თუ თავის დაკარგვას იმაში გულისხმობთ, რომ ცუდ ავზნობ თავს და რაღაცა საოცრებები ვაკეთო და პასუხისმგებლობა არ ავიღო, ეგ არ არის კარგი. ხო, არა. ეგრე ყალიბდება კარმა, ზუსტად, რომ შენ ხარ ცუდად, დისკომფორტი გაქვს და თვითდინებაზე უშვებ შენ ცხოვრებას. არავინ არ არის პასუხისმგებელი იმაზე, შენ კარგად რო იყო. არა, მე თავის დაკარგვა იცით რაშიც ვიგულისხმე, აი თვალებს რო ხუჭავ და ბოლომდე მიენდობი იმ ემოციას კონკრეტულად. და ეგ არის ზუსტად რისთვის გჭირდები. თუ ადამიანს ენდობი, მაშინ გეთახავები, მაგ შემთხვევაში ეგ არ მიჭირს. ანუ გულწრფელობა ეგ აუცილებელია ყველა ურთიერთობაში საჭიროა. მაგრამ აი თუ ამას ვაკეთებ დესტრუქციულად, იმიტომ რომ არის ხალხი, რომელიც თავის დაკარგვას მაგას ეძახის, რომ მიუშვას მთელი თავის ცხოვრება და მიუძღვნას სხვას. სხვას მიუძღვნას და საერთოდაც აი როდესაც თქვათ ძალიან იმედგაცრუებულები არიან, აპათიაში არიან, ბევრი ადამიანია, რომელიც ესე უშვებს თვითდინებაზე, ხო? თავის ცხოვრებას და არ იღებს პასუხისმგებლობას. და ყველა დამნაშავეა მე მისთვის და ეგ უკვე ხალხ პროცესი. რა თქმა უნდა, კი, ბევრი ადამიანია ეგეთ, ნუ ეგეც ბავშვობის და წინა ინკარნაციული, ზუსტად ეგოა რა.
იმიტომ რომ რეალურად არავინ არ არის პასუხისმგებელი იმაზე, ჩვენ როგორ ვიქნებით. ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ როგორ ვიქნებით, ცუდად ყოფნა და კარგად ყოფნა. აი ეგეც არ არსებობს რეალურად. ცუდად ყოფნა და კარგად ყოფნა. ყველაფერი სამყაროში არის რესურსი. პლანეტებიც არ არსებობს დამსჯელი, აი ბევრს გქონია, მაგალითად, რაღაც ზედაპირულად ახლა ვიცით ასტროლოგია, რაღაც სატურნი ბუა, რაღაც არსებობს კარმის პლანეტა, სატურნი, გონიათ რაღაცა საოცრება და რაღაც საშინელებების ფება ეს სატურნი და სატურნი არის უბრალოდ საგზაო შუქნიშანი. შუქნიშანზე რო გაივლი თუ არ გააჩერებ შუქნიშნის ბრალია ავარია რომ მოგევიდა ეს ზუსტად ეგრე ანუ ასტროლოგია ზოგჯერ ცოტა ფანატიურად უყურებ ვინც არ არის ჩახედული კიდევ ერთხელ ამბობ ამიტომ მე საერთოდ არ მწყის ხოლმე თქვა თუ რაღაცა აბულინგებენ თქვა ჩემ პროფესიას ეხა იმდენად აღარ ადრე უფრო მეტი იყო იმიტომ რომ არიციან სიღრმეში მიხვდით ანუ მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე საზღვრავენ მიხვდი რომ ის ვირძია და ეგეთი აი ბევრჯერ არის რომ შემხვდებიან მელაპარაკებენ ამბობენ რომ აი მე კლუბები მოაშორეთ ეგენი ყველანი აფერისტები არიან არ არის ეგრე. რაღაცა თვისება აქვთ ერთი კი ადამიანებს, საერთო მაგალითად შენ კურო ხარ. კუროებს აქვთ თავის თვისება რაღაც საერთო ჭამა მაგალითად ყველას აქვს. იცი რა არის? არ არის ეგრეც. ნახე, მანდაც ძალიან ტრივიალურია. მე არ მიყვარს ზოგადად, როცა აი ეს ასტროლოგია და ის ბევრჯერ ხუბრობ ხოლმე, რა ყველა კუროს ღორმუცელა. ანუ ითვლება რომ კუროს იცნობენ ჭამით. არ არის ეგრე. კუროს პრინციპი არის ყველა კეიფში გავიცან. კი, მაგრამ კუროს პრინციპი ნახეთ რა არის? ჭამა კირჩხიბსაც უყვარს. რეალურად, აბა ნახე რომელიმე კირჩხიბი, რომელსაც ჭამა არ უყვარს. მე მაგიტო თამაგაცობთ. კირჩხიბი იმართება კუჭით, მაგრამ კირჩხიბის და კუროს სიყვარული ჭამის მიმართ ძალიან განსხვავდება. ნახე რატომ? კუროს პრინციპი არის, როგორი პრინციპი, იცი რომ ყველაფერს არ შეჭამს. ნახე? მისთვის მნიშვნელოვანი რას ჭამს. ანუ ეგ არის პრინციპი. კურო არის სელექციური. კურო არის სელექციური და კუროს პრინციპი ჭამაზე კი არ გადის. კუროს პრინციპი გადის გედონიზმზე. ანუ ეს არის გურმანი ადამიანი. მას უყვარს ჭამაც და უყვარს ყველაფერი, რაშიც გემოს ჩატანება შეიძლება. ამიტომ ცოტა მასშტაბურია ეს თვისება კუროსი და არა უბრალოდ ღორმუცელა. ხო, და ცოტა ღრმა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ კურო ფასეულობების ნიშანია ასტროლოგიაში და კუროს ნიშანი განაპირობებს ზოგადად აი რაც ადამიანს რა ყავს კუროში, იმის მიხედვით შეიძლება განსაზღვრო მის ფასეულობები, აი იქ იქნება ესთეტი. კიდე კუროზე რატომღაც ამბობენ რომ ძალიან ერთგულია. ძალიან ბევრი ჩათლახი ნაძირალა კუროზე. რა თქმა უნდა. არა ერთგული. არ არსებობს ეს ერთგული. ხო, აი რატო გონიათ ერთგულება არის ერთგულება არის არჩევანი. ერთგულება არის არჩევანი. არჩევანი. ანუ პრინციპი არის ესეთი რომ ადამიანი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს მოღალატე. იმიტომ რომ ვინც არის ეს არჩევანის გაკეთება, ვისაც უჭერს არჩევანის გაკეთება, ან მუდმივად ეპარება თავის არჩევანში ეჭვი. ის სადღაც ლატენტურად მაინც მოღალატეა. ანუ პრინციპი ის კი არ არის პარტნიორს ღალატო, პრინციპი არის შენ არჩევანს ღალატობ. ხო. და კურო მაგ მხრივ არის, ანუ რატო ითვლება, ნახე რომ ერთგულებად რატო ითვლებიან. იმიტომ ითვლებიან რომ კუროს უყვარს გულდასმით აირჩიოს. აი ბავშვებსაც რომ დააკორდეთ, პატარა ძმის შენ ყავს კურო, უფროსი ვერძია და ის შევარდება ეგრევე მაღაზიაში, რასაც დაინახოს, ტაცებს ხას გამოვიტანს და ეს 2 საათი არჩევს ფაქტურას, არჩევს იმას, არჩევს ამას, იმიტომ რომ აირჩევს, წლები ექნება ის სათამაშო, შეუძლია აი გაიზარდოს იმასთან ერთად. ამიტომ ითვლება კურო ერთგულად. ნახე რომ კურო ძნელად იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა როცა იღებს გადაწყვეტილებას, დიდი ხნით ეჩვევა. მიხვდი, ანუ იმიტომ რომ იმდენი იფიქრა ამ გადაწყვეტილების მიღებაზე, რომ ენანება მე, მიხვდი, ანუ თავისი არჩევანი, ანუ თუ კუროს სწორად განვითარებულია, იმიტომ რომ კუროები არიან ბავშვობაში თუ ანჯღრიეს ძალიან ბევრი და არა კომფორტულ გარემოში გაზარდეს, მორიელისნაირები. ისინი არიან ზუსტად ის შენ ვიზეც ამბობ ისეთები მინახავსო. ეგ არის, ეგენი არიან. ბავშვობაში შენ ანჯღრიეს. და მორიელი აქვს ჩართული. მე აქვს მორიელი აქტიური. და რასაკეთებენ იცი რომ თვით დესტრუქციულები არიან. არ შეუძლიათ უბრალოდ შეირგონ ცხოვრება დღეს და ახლა. როგორც კი შვიდად არის. მაგიტო გითხარი მე შენ მორიელს გავხარ მეთქი. ეგეთია. ეგრევე გარბის. მიხვდი? არის. გავეშურეთ თვითგანადგურებისკენ. აი ესეთი ვარ. ეს არის საგვარეულო სისტემაში ხანდახან ესეთი პროგრამა. ზრუნავენ ხოლო დავატყობს მაგალითად არსებობს ესეთი პროგრამა, როდესაც საგვარეულო სისტემაში ქალებს ძალიან ბევრი საღება მოუწიათ თავის თავზე, მოუწიათ თქვათ მეუღლე არ ყავდათ ისიც და არ შეიძლებოდა რა უბრალოდ წამოწოლა და დასვენება და თვითსაბოტაჟი მიდიოდა ორგანიზმში, გახდა ავად და ქონდა უფლება ესვენა.
მიხდი ანუ მაქედან მოდის ეგ მომენტი რომ შენ შეიძლება თქვა ყავდა ეგეთი ბებია ჩვენ ვარაუდობთ უბრალოდ და შესაბამისად შენ ხარ რაღაცა 7 გარემოში რო ხარ ყველაფერი კარგად არის ეგრევე ირთვება იმის სიგნალი ნახე ესე ვთქვა საგვარეულო სისტემის ალარმი რა რომ რაღაცა ყველაფერი კარგად არის მოდი გავაფუჭოთ რამე ხო არ შეიძლება ესე წამოწოლა როგორ შეიძლება აბა იმოძრავე ხაჭკარა იმიტომ რომ წინაპრებმა დაისწავლა ეს კრიზისში ცხოვრება ნათუს ეს გახდა ნორმა და შენ რო ბედავდა რა ვიცი უბრალოდ ცხოვრებას ირგებ იქ ეგრევე საგვარეულო სისტემის დაცვა გერთვება რომ შენ ასე არ შეიძლება რაღაცა ცუდი მოხდება ხო ანუ ერე უკვე ეძებ რაღაცას ხო ბევრს აქ განამარტო ხარ თქვენ თუ გაქვთ მომწონს იცი მე მაგ საგვარეულო სისტემით და ვცდილობ რომ დროთა განმავლობაში იმიტომ რომ ტვინი არის ესეთი კუნთი რომელსაც შეიძლება დასწავლა აი როგორც ვარჯიშობ და კუნთი ფორმას იცვლის ზუსტად ეგრეა ტვინიც უნდა ასწავლო ნახე 21 დღე 22 დღე რომ აი ყოველ დღე რაღაც კარგად ვარ მოკეთ არაფერს ვანგრევ ყველაფერი კარგად არის ნახე ესეთი პრაქტიკები არსებობს სხვათა შორის 21 დღიანი ყოველდღიურად რომ გაიღვიძებ აი სამი მიზეზი სანამ ესე თქვა ადგები ურჩევდი ძალიან ვინც გვისმენს აი უბრალოდ 21 დღე გააკეთეთ აი როგორ წამალს ვამ ხო 21 დღე უნდა დალიო და მე აღარ უნდა დალიო და ყოველდღიურად გაიღვიძებ და ის სამი მიზეზი თქვი რომ აი რატო გიხარი ახლა გაღვიძებ აი შეიძლება ბანალური იყოს უბანალური ეს მაგალითად ახალი ჭიქამა ყავას დაავლები ხთი აი რავი ახალი კაბა მაწვია რაღაცა რა ვიცი სამსახურში კაი ტიპი მოვიდა და ველაპარაკები და 21 დღე უნდა გააკეთო ეს სამი მიზეზი ვთქვა რატომ ხარია დღეს გაღვიძება უცებ ანუ ასწავლე შენს ტვინს აი როგორც კი გაიღვიძებ მაშინვე სამი თუნდაც ბანალური მიზეზი რომ აი რამაგარია ფისო მყავს მოვეფერები ხა სადარინე და ან მე არ გეუბნები რამე გლობალური მოძებნო რა აი ბანალური სამი და 21 დღე გააკეთე 22 დღე სხვა უნდა გააკეთო შენი თვინი გაგრძელებს საერთოდ შეგეცლება ახმები საერთოდ სხვანაირი ენერგია გექნება და შენს გარშემოც მოვლენები შეიცვლება მე 21 დღის მანძილზე გადავწყვეტ რომ შოკოლადი არ მეჭამა იმიტომ რომ ყველაზე დიდ სისუსტეზე მიდოდა რომ უარი მეთქვა და დავაყენე თავი აი ეგეთ სტრესში და უკვე წელიწადზე მეტია შოკოლადი არ მეჭამია აი მან კითხვა უნდა დავსვა რომ შენ ეს გჭირდება რა ვიცი ფიგურას ვრთხილდები თუ რატო ოფსესი ანუ წარმოუდგენელი დამოკიდებ შეშუპება მეწყებოდა იმდენ ამიტომ ამბობ თუ შენ ფიზიკურად გვნებს კი ბატონო მაგრამ უბრალოდ იმიტომ რომ ჯიბში ჩაუდგერო მე მომწონს ამას რატო ვაკეთებ მაგ შემთხვევაში არ უნდა გააკეთო მაგრამ თუ ფიზიკურს ხელს ნებს მაშინ კი ბატონო გეკითხა მაქსიმალისტი ვარ თუ ჭამუნა ვჭამ თლიანი აი შენ პრობლემა გაქროს შუალედის თუ არ ვჭამ საერთოდ არ უნდა შენ რა უნდა გააკეთო იცი ახლა უნდა გააკეთო ესეთი რაღაცა კვირაში 2 დღე დაახლოებით რავი 9 საათის მანძილზე არ ვიცი უნდა ჭამო შოკოლადი ეგ იქნება შენი შუალედი იცით რამდენი ჭამას მოვასწრებ ანუ მართლა გადასული მე მინდა რომ იპოვო ოქროს შუალედი იმიტომ რომ შენი პრობლემა რა არის იცი რომ შენ ან აბსოლუტურ ერთში გადავარდები აბსოლუტურ სამყარო ბალანსია შენ ბალანს ვერ პოულობ ნუ როგორც 99% ადამიანების ახლა არც პირველი ხარ არც უკანასკნელი და ეგ ურთიერთობებს ყველგან გადაგივა რა კი ეგეთი მაქსიმალიზმი გაქვს შენ ყველგან გექნება ეგ გააქვთ სამი სურვილი ძალიან დიდი რაც გინდათ რომ აგისრულდეთ და შეგიძლიათ რომ გააჟღეროთ ძალიან დიდი არა ძირითადად ვცდილობ ვიყო კმაყოფილი დღის და ახლა. ამიტომ აი ესე რომ გითხრა რომ აი ესეთი სურვილები მაქვს რომ რაღაცა არ მაქვს ცხოვრების ამ ეტაპზე. ეხლა რო გითხრათ რომ აი რაღაც ეგეთი სურვილები მაქვს, არა. ერთადერთი, ნუ არც არ არის გრანდიოზული, არაფერი ესეთ შეუსრულებელი მოკეთ, რასაც უყურებ ცხოვრებაში, თუ დაისახე მიზანი, ყველაფერი შეიძლება, თუ შრომა არ გეზარება კიდე. და სხვას არ ეტოლები და ეზომები. მე ესე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში. მინდა რომ ძველი ცივილიზაციის ქვეყნებში ვიმოგზაურო, რაც შეიძლება მეტი, რომ იქ უფრო მეტი ცოდნა მოვაგროვო. ძირითადად ეს არის რა ჩემი სურვილი და ნუ რამდენადაც შემიძლია, ჩემი ცოდნა გავაზიარო. თუმცა ესენი არც ერთი არ არის რამე ესეთი утоპიური სურვილი. პრინციპში ორივე ეს პროცესში ვარ, აი ორივე ნელა ვაკეთებ და ეხა მასშტაბი დროის ამბავია და შრომის და მონდომების მეტი არაფრის ისე რა. აი რამე ჯადოსნური ის რო გითხრათ. ხრიკი, აი როგორც ახლა გითხრათ 21 დღიანი პრაქტიკა, ხო.
აი კიდე რამე ეგეთი თუ არსებობს? კი, რა თქმა უნდა, მეორესაც აუცილებლად გიჩვენებთ, თუ ყველაფერი არის მატრიცა. ნახეთ, ჩვენ რომ ნერვიულობთ, ჩვენ რომ განვიცდით, ჩვენ რომ ვისტრესებით, ჩვენი ორგანიზმი იმახსოვრებს, ხო, ამ ყველაფერს და აი ხშირად ვთქვათ, რომ არ ვიცი, აბა როგორ არ მინერვიულო კაცო. ესეთ რაღაცას გიჩვენებთ. მე თვითონაც ახლა ძალიან შფოთვარე ადამიანი ვარ და ნაწილობრივ მასე გადავეჩვიე, რომ აი როცა ჯდები და რაღაცას შფოთავ, რაზესაც უბრალოდ ვერ მოაგვარებ შენი რესურსი, უბრალოდ ნუ დაელოდო, არ ვიცი, მაგალითად, ხო, სიტყვას. შეეძლოთ რომ შეხედოთ გვერდიდან, ანუ ჩათვალე რომ შენ უყურებ შენ თავს ესე თქვა ჩეინ დაქალის პოზიციიდან. მაგალითად, ის ხო ემოციურად რეზისტენტულია იმ ემოციის მიმართ, შეიძლება განიცდი, ხო? ის იმისთვის არ არის ეგრე სანერვლის გიყურებს ემოციურ რეზისტენტულობით, ანუ არ არის მისთვის ეგრე. ჩათვალე რომ აი გვერდიდან უყურებ შენ თავს და ძირითადად ძალიან დაგეხმარება ეგ რომ დამშვიდდე ხოლმე რომ აი გვერდიდან შეხედე ანუ ადამიანს რომელიც შფოთავს და ნერვიულობს და უთხრა ნუ რა ვიცი რა განერვიულებს ეს ერთი და მეორე აზრები უნდა შეერჩიოთ აი ფილმშიც არის ჭამეილოც შეიყვარეშიც არის თუ არ ვთქვი ანუ აზრების შერჩევას ისეთი მნიშვნელობა უნდა მიენიჭა როგორც ტესაცმოს არჩევ რა ჩაიცო ხო ესე ახლა კი ზოგჯერ ადამიანები ეგრეც იწმევენ რომ რაც მოხდება დღეს შეიცმევენ მაგრამ ძირითადად არჩევენ ხო ახლა საერთოდ სანამ გადავდივართ ამიტომ ჩემი ჩემარი ესეთი რომ როცა რაღაცა ნეგატიური ფიქრი სადღაც წამოგეწევათ იმიტომ რომ ჩვენ მიდრეკილი ვართ ჩვენ ვართ ბიოქიმიური არსებები აი რაღაცა გარემოში რომ მოხდები ნეგატიურ გარემოში ხო ხუთი კაცი რაღაცა ზუის შენც მიდრეკილი ხარ რომ ეს ფიქრები გადმოლინკო ჩვენ ამას ხშირად ვერ ხვდებით, რომ მიდრეკილი ვართ, ანუ სოციუმი მოქმედებს ჩვენზე, მისი ენერგია, მისი განწყობები. აი უბრალოდ უნდა უთხრა საკუთარ დაიჭირო, უნდა ნახე ეს ფიქრი, რომ აი მაგალითად სიტყვაზე რა ვიცი, რაღაცა მოისმინე იქ ვიღაცავა და იქ ვიღაცავაზე და იწყებ ფიქრს, რომ აი მე ხო რამე არ მჭირს, ხო? ბევრს ემართება ეგეთი რა. ანუ უნდა უთხრა შენ თავს, მე ამ ფიქრში სამჯერ აუცილებლად უნდა გააკეთო ესე, რამდენჯერაც საკუთარი გონება რაღაცა უაზრო აზრს შემოგიგდებს. იმიტომ რომ აქ შეგიძლია ზუსტად ეს შენი ფიქრების კორექტირება. ეს მე თუ ინტენსივობაში გადაიყვან, იმიტომ რომ ერთ დღეს კი არ უნდა გააკეთო, ყველაფერს ჭირდება თანმიმდევრობა. აი როგორც ვარჯიშს ჭირდება თანმიმდევრობა შედეგი დადო, ყველაფერს ჭირდება ინტენსივობა რა. უნდა გააკეთო რაღაც ეტაპი, მაგალითად დასწავლო შენ თავს რა ყოველ დღე, თქვათ, როცა ეს ცუდი ფიქრი მოდის და თვითონ შენი ემოციური გარემოც მაშობა მე გაჯანსაღდება. შენც მიეჩვევი, ნახე ავტომატურად ტვინი ავტომატზე გააკეთებს მე მივხვდი, კი მოусმენ მაგალითად ვიღაცას ვინც წუწუნებს, აი არიან ადამიანები, რომლებსაც ენერგოვამპირები ადვილად ეტანებიან, იმიტომ რომ ისინი არიან ემპათები. და ემპათმა არ იცის, ნახე რამდენი გასცეს და ისე რომ არ დაიკარგოს სხვებში. და ემპათები საჭირო არიან, იმიტომ რომ ემპათი სხვებს ჭირდება, რომ დაამშვიდოს, მივხვდი, რაღაცა მისის გაიზროს, მაგრამ ხშირად საზღვრებს ვერ ნიშნავენ ესეთი ადამიანები და მე გადადიან იმედგაცრუებაში და აპათიაში და ვერ ხვდებიან, რატო არიან ცუდად, რატო არიან მოწყენილი, რატო არიან ცუდ ხასიათზე მაგალითად. აი როცა ამას ისწავლი, თუ ემპათი ხარ მაგალითად, რა არის ხალხი ემპათი, არის პირიქით ხო, ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. თუ ესეთი ადამიანი ხარ, მან შეგიძლია რაღაცა ტაიმერი დააყენო. ხე მოусმინო ადამიანს მისი პრობლემებით და წამოხვედი მაგალითად, ხო და რა უნდა დაიწყო ხა იმას ფიქრი, რომ აი მე ხა იმას რო უჭირს, მეც ეგრე ხო არ დამემართა, იმიტომ რომ სადღაც ქოიცნობიერი მიდრეკილია, იცოდე რომ დალინკავს ეგრევე რომ იქნებ რამე მეც ვჭირს. ანუ პარალელის აი როგორც კი ფიქს იწყებ, ხო, ის კი არა რომ ადამიანს არ დაეხმარო, არ მოусმინო. ადამიანი ყველაზე მეტად ჭირდება, წამალზე მეტად ადამიანი ჭირდება. მაგრამ შენ თავზე არ უნდა გადმოლინკო, მეხდი ეს ყველაფერი, რომ აი მეც ხო შეიძლება. ამიტომ როგორც კი ეგეთი ფიქრი მოდის, სასწავლო უნდა შენ თავს, რომ აი მე ვშლი ამას, მე ვშლი ჩემი გონები და ვშლი ანუ ტვინი ემორჩილება, ისე კარგად ემორჩილება, წნას ყველაზე მეტად ემორჩილება. უბრალოდ ინტენსივობა ჭირდება რა ამ ყველაფერს. ეხა ერთი დღე პოზიტიური ვიყავი, ყველა მიყვარდა და მეორე დღეს ნერვები მომეშალა, რატო ყველაფერი არ შეიცვალა, იქ არ ხდება. ბევრს აგეგმავით, აი კარგად ვიყავი, გაუცინე რაღაცა დაუთმე და მაინც ესე რატომ მოხდა? აბა მინიმუმ ერთი თვე გააკეთე. ერთი თვე შეინარჩუნე, აი ესეთი მომენტი, რომ ყველას გაუღიმოთ, რა ვიცი, არ გაბრაზდე და რეაქცია არ ქონდეს. ძალიან ძნელია. მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებელია. უბრალოდ მონდომებაა საჭირო რა. მე ყველაზე მთავარი ეგ მასწავლა ახლა ჩემმა პროფესიამ, რომ ნაკლებად ვიქნი მოლოდინებს და არაფერი არ მიგვერს ძირითადად. ანუ ადამიანური არაფერი. და სუიცინით. ხო, იმიტომ რომ ეგ საჭიროა, აუცილებელია. და ბოლო კითხვა. ძალიან დიდი რიგები გაქვთ.
პირად რუკაზე? იცი როგორ არის? კი, ნამდვილად ვერ მოგატყუებ, მაგრამ ეხლა თან მით უმეტეს ფაქტობრივად ერთი თვე საქართველოში არ ვიქნები, რადგან მივდივარ და შესაბამისად ხო, იმიტომ რომ მე მარტო კონსულტაციას არ ვუწევ, ემოციური გაცემა მაქვს. მივხვდი, ან ჩვენთან როცა მოდის ადამიანი, მე მთლიანად მის ემოციურ ველში ვარ. აი ესე უბრალოდ უთხარი რაღაცა A, B, G, ეგრე არ შემიძლია. და მე მთელ მის საგვარეულო სისტემაში ვარ ესე ჩაბმული მის შედეგად. მთლიანად უშლით რა ესე იგი. თქმა უნდა, ხო, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ადამიანს უბრალოდ უთხრა წადი ესე იქნება შენ ცხოვრებაში. მე დავუხატავ ლამაზ მომავალს. მე ყოველთვის მირჩევნი აუხსნა მის შედეგობრიობა რაღაც პრობლემით თუ მოდის ადამიანი ხო ხა ასტროლოგთან ხშირად მიდიან რაღაცა არის ხო? აი რაღაცა ის არ გამომდის, ეს არ გამომდის. ვერ დავუხატავ ლამაზ მომავალს და ვერც მოვატყუებ ვერასდროს. მე ღმერთის როლს ვერ ვითამაშებ. მე მირჩევნი აუხსნა მიზე შედეგობრიობა და უთხრა, აი ეს არის პრობლემა, ეს არის პრობლემა, ეს არის პრობლემა, დავიწყოთ მოგვარებით და შესაბამისად სიტუაცია გამოსწორდება. თორე სხვა შემთხვევაში მე ვიქნები ესე ვთქვათ, მასავით სტომატოლოგივით, ადამიანი რომ მივიდეს უთხრას კბილი გამოხრული მაქვს და გადაუბჟინოს. პრობლემა ხო არ მოგვარდა, უბრალოდ ზედაპირულად მოუგვარებს. იმას ისევე ტკინება. ჩემი მიდგომა ეგ არის რა, რომ გაჩვენოს სიღრმეში პრობლემა, რომ მე ამაზე იმუშაო, ვიდრე იცი რა გითხრა, რომ აი ერთი თვე გავა და შენ კარგად იქნები. კი, არის პერიოდები, როცა ადამიანს აღმაფრენ აქვს, მაგრამ თუ ეს არ მოაგვარეს საკვანძოდ, რაც შენი პრობლემაა, კიდე გეტკინება და კიდე გეტკინება, კიდე გეტკინება. ამიტომ უნდა მოაგვარო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მერიკით მე. და ესეთი საინტერესო საუბრისთვის.